2026 წლის ბიუჯეტის პროექტით მმართველი ძალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1.8 მილიარდი ლარის გამოყოფას გეგმავს, რაც სამხედრო სპეციალისტების შეფასებით არაადეკვატურად მცირე თანხაა. 2026 წლისა და ბოლო რამდენიმე წლის ბიუჯეტების ანალიზი აჩენს განცდას, რომ ოცნება მშვიდობის დაპირებაში გულწრფელი არაა. სამშვიდობო პოლიტიკაზე აპელირებს, თუმცა თავდაცვის ძალების გაძლიერება მის პრიორიტეტში არ ზის. ჯობს, რომ უფრო მეტი მოხმარდეს შეიარაღებას, უფრო მეტი მოხმარდეს წვრთნას და აღჭურვას, უფრო მეტი მოხმარდეს, ვთქვათ, იგივე ჯარის სამხედრო კომპონენტის უზრუნველყოფას. ქვეყანა, რომელსაც საფრთხე გააჩნია, მისი სამხედრო ბიუჯეტი კლიანში და პროდუქტთან მიმართებაში უნდა იყოს 5%. თუმცა ჩვენ როცა ესეთი მშვიდობიანი პერიოდი გქონდა მეტნაკლებად ევროპას, ჩვენ რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ უნდა ყოფილიყო 2% კლიანში და პროდუქტთან მიმართებაში. რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებ საქართველოს ხარჯავს. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია და კონფლიქტურად ერთ-ერთ ყველაზე ცხელ კავკასიის რეგიონში მდებარეობს. თურქეთზე, გარდა იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანაა, მისი თავდაცვის ბიუჯეტი გაცილებით სულ სხვა ასტრონომიულ ჩვენთან შედარებით, რა თქმა უნდა, სულ სხვა გარემოს მიეკუთვნება. აქ საერთოდ არც კი გვიღირს საუბარი, დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი არის. აზერბაიჯანი აქაც აბსოლუტურად სულ სხვა კატეგორიაში იმყოფება წონით კატეგორიის, იმიტომ რომ მის სამხედრო ბიუჯეტი მიუახლოვდა დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს, რაც არის მისი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3.9-4%. სომხეთმა გაზარდა უკვე ბოლო 3 წლის განმავლობაში ის რადიკალურად ცვლის თავის ბიუჯეტს და დღეს სადღეისოდ მისი ბიუჯეტი დაახლოებით ესე 1.3, აქ ვარირებს ბიუჯეტი, მაგრამ 1.3-1.4 მილიარდი დოლარი არის, რაც ჩვენ ბიუჯეტს დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება. რეგიონში გვაქვს ყველაზე პატარა და სამხედრო ბიუჯეტი, არაფერს ვამბობ რუსეთზე, იმიტომ რომ მისი ბიუჯეტი ხა ძნელია შეფასდეს, იმიტომ რომ იქ მთელი ეკონომიკა სამხედრო საჭიროებისთვის მუშაობს და ჩვენ 500 მილიონის ფარგლებში ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც 2%-იც კი არ არის. საქართველოს რეგიონში წარმოადგენს ყველაზე მცირე სამხედრო ძალას. მე არ ვიტყვი უსუსტეს, იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო მზადყოფნა ძალიან მაღალია. სამხედრო ძალას ჭირდება პირველი მძლავრი სამხედრო ინდუსტრია და მეორე შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, ტექნიკა. მას შემდეგ, რაც გამოგვაკლდა პარტნიორების სოლიდური დახმარება, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა კიდევ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ დადგა. მარტო ოფიცრების მომზადება რო ავიღეთ, ჩვენ წელიწადში გჭირდება დაახლოებით 100 ოფიცრის გადამზადება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უფასოდ გვეხმარებოდა და ეს დაახლოებით ჩათვალეთ ერთ ოფიცერზე არის 100-დან 400,000 დოლარამდე. აღარაფერს აღარ ვამბობ იმ 50, 60, 100 მილიონი დოლარის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვიღებდით სამხედრო დახმარებას, რომელიც ხმარდებოდა პირდაპირი წესით შეგვეძლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქ მივიღო ლიცენზია საბრძოლო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. ფაქტურად საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის 20% დავკარგეთ სტრატეგიული პარტნიორობის დაკარგვასთან ერთად. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ თავდაცვის უნარიანობის მიზანმიმართული იგნორი მმართველი ძალის მიერ არ გაღიზიანების პოლიტიკით იფუთება. მათივე შეფასებით, რეალურად მიდის ქვეყნის მიზანმიმართული განიარაღება. ოცნება რაშიც ფუთავს ამ მშვიდობას, რეალურად ამით ის ცდილობს ამ მშვიდობის შეფუთვით გაასაღოს, უფრო სწორედ შემოგაპაროთ თავისი უმოქმედობა და თავისი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. როცა არ იარაღდები და სამშვიდობო პოლიტიკას ახორციელებ, ესე იგი შენ ეპატიჟები მეზობელს დამიბყარიო. ეს არის ცალსახად ესე. საქართველოს დეკლარირებული აქვს მშვიდობით ამ რეგიონების დაბრუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა ეს არ უნდა იყოს აღქმული შეცდომით ისე, რომ თითქოს და მშვიდობის მოყარე ქვეყანას შეიარაღებული ძალების განვითარება არ ჭირდება. პირიქით, მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება არის სამხედრო ძლიერება, იმიტომ 2024 წელს საქართველოს თავდაცვაზე 1.6 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი დაიხარჯა. 2025 წლის გეგმით 1.8 მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას 1.882 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს. ეს ბიუჯეტის პირველადი პროექტია, თუმცა სპეციალისტები დიდ კორექტირებას ზრდის მხრივ ნაკლებად ელოდებიან.